მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ძალიან ხმაურიანი გამოდგა სასამართლო პროცესები, რომელიც გაიმართა ბათუმსა და თბილისში. ამაღლობელს მიუსაჯეს 2 წელი, ეს მუხლი გადაკვალიფიცირდა და პრინციპში ჯარიმასაც ითვალისწინებდა ეს მუხლი, მაგრამ საბოლოოდ მოსამართლემ 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გასაოცარია, მაგრამ თბილისში ეს ახობაძე, რომელიც ესე იგი ნარკოტიკული საშუალებების მიმართულებით იქნა, რომ დაკავებული, რომ აი ამას ედავებოდა გამოძიება, ეს ადამიანი გამართდა დარბაზიდან იქნა განთავისუფლებული, რადგან დიდი დღესასწაული მოეწყო თბილისში. მე არ ვიცი ხა სიმართლე რო გითხრათ თუ კი ამ მტკიცებულებების მე არ ვიცნობ ხა ამ საქმეს, მაგრამ თუ ამ საქმეს ასე უჭირდა, რატომ მიეცა ეს კაცი პასუხისგებაში? წინ ისევ სააპელაციო სასამართლოა, მაგრამ ჩვენ იცით რა არის, მე მინდა საგამოძიებო სტრუქტურებს მივმართო რა. არ უნდა მივცეთ ამათ რაღაც გამარჯვების და რაღაცა წარმატების განცდის საშუალება. თუ კი ადამიანი მართლაც არ არის მყარად რაღაც გარკვეულწილად მყარი მტკიცებულებები არ არსებობს, ჯობია რომ არ მივცეთ პასუხისგებაში, იმიტომ რომ ეხა ისეთი მერე სიტუაცია არ უნდა შეიქმნას, რომ ხელისუფლება უკანონოდ აკავებს ადამიანებს და ეს ყველაფერი ისევ ხელისუფლების იმიჯს ურტყამს. მაგრამ ამაღლობელთან დაკავშირებით მაინც გარკვეულწილად უკმაყოფილოა ეს ნაცხრობა, მთელი ეს დასავლეთის აგენტურა, რომ თითქოს ესე იგი რატო ჯარიმა არ შეუფარდეს, რატო 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, მთელი ამბებია ატეხილი და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეხლა ამ ყველაფერს იყენებს ჩვენი ქვეყნის მტრები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი არეულობა მოეწყოს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოვიდეს ქვეყანაში. ეხლა დაიწყება აქციები, აღარ დასრულდა გადაკეტვები ამ ქუჩების, აღარ დასრულდა ამათი ქუჩა ხეტიალი, ეხლა თბილისი არ გვაკლდა, ბათუმში დაიწყეს. და ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას. იცით, არავინ ამ ქვეყანაში არც ფულშადებს, არც ინვესტიციას, თუკი მუდმივად განცდა იქნება იმისი, რომ ქვეყანაში მოხდეს რაღაცა ცვლილება ხელისუფლებისა და აქეთკენ მიყავთ ამათ ყველაფერი ეს პროცესები და ხედავთ, რომ პირდაპირ ამერიკის თუ ევროპული ქვეყნების საელჩოები ხარად უჭერდნენ მხარს აი ამ პროცესებს და განსაკუთრებით აი ამ ამაღლობელს. არ ვიცი ხა რა პროცესები დაიწყება, მაგრამ განცხადებები მესმის აი სამარცხინო ხალხის, თურმე ესე იგი როგორ გაბედა მოსამართლემ, ამ დგებუაძეზეა განსაკუთრებული შეტევა. თურმე ესე იგი პოლიციელებისთვის სილის გაწნა უნდა ყოფილიყო საქართველოში გაправებული და რაღაცა ეს ქალი გვირგვინით უნდა გამოგვეყვანა იქა. აი ესეთი სამარცხინო განცხადებები კეთდება და გული დაზემწდება, იცით, გუშინ ჩვენ ნანა კაკაბაძესთან საუბრობდით. იცით, გუბერნატორები და წმუნებულები კი არ უნდა აკეთებდნენ კაცო აი ამ საქმეზე განცხადებებს. იურისტები, ადვოკატები და პროფესორები, მეცნიერები უნდა იჯდნენ პირველი არხის სტუდიაში, რუსთავიორის სტუდიაში და უნდა ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ამ როგორ შეიძლება ადამიანმა, ესე იგი იმის მაგივრად, რომ ასეთი დანაშაული ჩაედინა, ბოდიშის არ იხდის, სინანულის შეგრძნება არ აქვს და კიდე თურმე, ესე იგი გონორით ველაპარაკოთ ჩვენ ქვეყანას, რომ რატო არ გაანთავისუფლეს და რა არის ამ ქვეყანაში ვერ გავიგე ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა არ შეიძლება ვინმე მივცე ტრიბუნა, რომ წალენჯი ხელ მარტვილელ ვანელ გლეხს განცდა გაუჩნდეს, რომ იმ პოზიციას, რასაც ახმოვანებენ ეს ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოების ნაწილიც იზიარებს ამას და დიდი ნაწილიც იზიარებს. ეხლა აი უყურებდი იმედის რაღაც გვერდზე შევედი და მაგალითად იქ ნახე რამდენიმე გუბერნატორის განცხადება იმაზე ამაღლობელზე, რომ ეს სწორად მოიქცა კი მაგრამ ჩვენ ვერ გავიგე გუბერნატორების გარდა არ ყავს ხალხი და დეპუტატების გარდა ვინც ოპოზიციას გაედებს. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი რა. დავტოვებთ ამ ქვეყანას ესე მარტო არ შეიძლება საზოგადოებაც გამოვიყვანოთ, მივცეთ ასპარეზი, მით უმეტეს სალაპარაკოს მეტი რა არის. არ შეიძლება პოლიციელების ასე და განსაკუთრებით ამ დგებუაძის ასეთი ჩაწიხვლა, კაცო.
შეიძლება ესეთი რაღაცა რომ მიდის ახლა ესეთი პათოსის განცხადებები აი როდემდე იქნებით ეს ხელისუფლება შეიცვლება მაგისი სინდისი და მაგისი ცოდვა არ გაგახარებს რა ცოდვა არ გაახარებს გებუაძეს კაცილა გააწნა პოლიციელს მოქმედ პოლიციის უფროს ესე იგი ამ ქალბატონმა აი თავს ვერ ვიკავებ ამაზე საუბრისგან და მე გამოდის პროცესზე და ლაპარაკობს რომ მეო სინანულიც არ ამაკო ბოდიკცაც არ მოვიხტიო დიახო ვამაყოფო ამითიო და ლაპარაკობს რაღაც აბსურდულ იმებს რაღაცა განცხადებებს აკეთებს თითქოს ტუალეტში არ შეიყვანეს და წყალი არ დაალევინეს ესეთი განცხადება არც ერთ ნაციონალს არ გაუკეთებია საქართველოში რომ წყალი არ დაალევინეს და ტუალეტში არ შეუშვეს ერთი ამაღლობელს დაარიგა როგორ ჩანს კარგად იმ ადვოკატმა რომ როგორმე სილის გაწნა გაემართლებინა და თქვათ აი მიუყვეთ ამ ლოგიკას ჯერ ეგეთი ფაქტი არ მოხდარა და მართლაც რომ მისთვის წყალი არ დაელევინებინა და ტუალეტში არ გაიყვანათ ჯერ ტუალეტში არ გაიყვანეს რაღაცა უნდა მოხდარიყო მაშინ მართლა იქ და გამოვიდა ქალბატონი პოლიციიდან დატოვებული ქონა თუ ასეთ ფაქტს ქონდა ადგილი შეიტანდა საჩივარს და განცხადებით მიმართავდა შესაბამის ორგანოებს დასჯილიყო ის ხალხი ვინც მას ესე მოექცა მან ადგა და პოლიცია სილა გააწდა პოლიციელები ანგელოზები რო არ არიან მაგაზე ვინმე დაობს და ჩვენ რამდენი პოლიციის მოქმედება არ მოგვეწონება მაგალითად გაგვაჩერებს მანქანას დაგვაჯარიმებს პოლიცია ან ცუდად რაღაცნაირად მოგვექცე ალგე და ყველამ უნდა უთყაპუნოთ თურმე სილა იმას რა ქვია პოლიციელს აი ამ ამაღლობელის და დასავლეთის აგენტურის აზრით აი ჭუიდან შეიძლება ადამიანი ამათი ლოგიკით დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექცება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად პუბლიცისტი ისტორიკოსი ბატონი დიტო ჩუბინიძეა ჩვენთან ხაზზე ჩართვით მოგესალმებით ბატონო დიტო სალამ მშვიდობისა მივესალმები ტელეკომპანია სეზონის ერთგულ მაყურებელს აი რა განცდა დაგეუფლათ აი ეს განცხადებები მოისმინეთ თქვენს ალბათ ამ პრინციპში თქვი კიდევაც ეს ამაღლობელის პროცესი მორჩა იგივე ამ ახობაძის არ ვიცი ეს ახობაძე იყო რომელიც ძალიან ისე აქებდა ამ უკრაინელებს და ისე ცისულელებს იძახდა რაღაც არ ვიცი ეს კაცი ნორმალური თუ არის კიდე ეგეც საკითხავია აი რა გზნობები გაქვთ აი ამ გამოცხადებული განაჩენების შემდგომ კიდევ ერთხელ მოგესალმებით დიდი პატივისცემით მე მინდა მადლობა გადაუხადო მოსამართლეს ქალბატონ ნინო სახელაშვილს რომელმაც გამოიჩინა პრინციპულობა და ეს ამაღლობელი მიაბრძანა ვირის საბანოში მე მწამს და მჯერა რომ პროკურატურა ამ სასჯელს გაასაჩივრებს იმედი მაქვს და მან უნდა მიიღოს სასჯელის უმაღლესი ზომა 7 წელი როგორც ვიცი იმსახურებს ეს სასჯელი აი ამ მაქსიმუმს ის დიდხანს უნდა იჯდეს ციხეში იმიტომ რომ თქვენ კი ბრძანეთ რომ ჩვენ კი ვიცით რომ პოლიციელებიო არ არიანო ანგელოზებიო მაგრამ მე ვიცნობ რა ირაკლი გებუაძეს მის ოჯახს მის მამას ეს არის მართლაც ესე იგი განსაკუთრებული ოჯახიდან გამობრძანებული ახალგაზრდა კაცი შესანიშნავი ახალგაზრდა კაცი ძველი სპორტსმენი ძველი ფეხბურთელი რომელიც კიევის დინამოში თამაშობდა მიწვეული იყო იქ მას აქვს ამერიკული დაზვერვის ფედერალური ბიუროს საგანგებო მადლობა თავის დროზე მიღებული ის არის უწესიერესი და ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე ახლა აი ამ ნაცებს რო უყვართ IQ-ს ძახილის და თვითონ მნიშვნელობა არიციან მართლაც აი ეს ძალიან მაღალი ინტელექტის პატრონია უწესიერესი ახალგაზრდა მორწმუნე ოჯახის შვილია თავადაც მორწმუნე კაცია და ეს შემთხვევითი არ არის ბატონო ნიკოლოზ რომ ეს ახალგაზრდა კაცი პოლიციის მაღალჩინოსანი ეს შემთხვევით არ იქნა მიზანში ამოღებული თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ რომ ეს სპეციალურად ესე მიზანმიმართულად აკეთებენ ამათ და ის აკერმანის ტრეინინგები სწორედ ამას ითვალისწინებდა რომ გნებავთ ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით გნებავთ სახელოვნებო წრეების მიმართულებით გნებავთ აკადემიური წრეების სფეროს მიმართულებით ტალახი უნდა შეასხან შეურაცხყოფა უნდა მიაყენონ იმ ადამიანებს რომლებსაც აქვთ მართლაც უმციკლო რეპუტაცია წარმოადგენენ ძალიან მაღალი ღირებულებების და მაღალი ინტელექტის და მართლაც აი ეს რაღაცნაირად სამშობლოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მქონე ადამიანებს და აი სწორედ ამ ხალხის ესე იგი შეურაცხყოფა ამ ხალხის ესე იგი ტალახში თრევა თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ ხალხის ესე იგი სახელის გაბიაბრუება
წარმოადგენს, ესე იგი, მათ დანიშნულებას, ეს მათ ნასწავლი აქვს და ბატონი ირაკლი დგებუაძეც აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანი სწორედ ამ ნიშნით იქნა შერჩეული და მე ვარ დარწმუნებული რომ დგებუაძეს რომელიც არ ვიცი ხა თურქეთის აგენტია ამერიკის აგენტი თუ ურსულა ფონ დერ ლაიანის აგენტი ეგ ვერ გეტყვით რა თქმა უნდა მე საბუთი არ მიჭირავს ხელში მაგრამ შეიძლება სამივეს აგენტი იყოს ერთდროულად ან რომელიმე ერთის მე ვარ დარწმუნებული რომ ამ ხალხს ამაში ფული მისცეს საგანგებოდ რაღაცა პრემიალური თანხა მისცეს რომ ასე იგი სწორედ ირაკლი დგებუაძე ამოეღო მიზანში და სწორედ ირაკლი დგებუაძისთვის ეკადრებინა ის რაც მან იკადრა და რა ვიცი ახლა საქართველოს ისტორიაში მე ახლა ეგეთი რაღაცები რომ ესე იგი ქალი მამაკაც პოლიციის მაღალჩინოსანს ესე იგი აი ესეთ რაღაცას უშრებოდეს მე ეგეთი რამე არ ვიცი რა წარმომიდგენია რა ხო და ამიტომ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ისეთი ბრწყინვალე რეპუტაციის მქონე პიროვნებას და მოსამართლეს ქალბატონ ნინო სახელაშვილს რომელმაც თვითონ მიაღწია ყველაფერს და მე ამას პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმიტომ რომ ვინც გაზარდა ეს ქალბატონი და ვინც მას მისცა ეს განათლება და ვინც გზა გაუყვალა ის პიროვნება ჩემი ძალიან ახლობელია და ვიცი აი ამ ახალგაზრდა ქალბატონის შესახებ ის რა წარსულის მქონია, რა სულის მატარებელია და როგორი რეპუტაციის მქონია. ამიტომ მე მას მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ პროკურატურა ალბათ არ დასჯერდება იმ 2 წელს და სააპელაციო სასამართლოში შესაძლოა ამ ქალბატონს სასჯელი დაუმძიმონ. ყოველ შემთხვევისათვის საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე აქ არის პრინციპზე არის ბატონო ნიკოლოს საუბარი აქ ამაღლობელმა ვიღაც ერთ კერძო პირს კი არ დაარტყა ვიღაც ახალგაზრდა კაც კი არ დაარტყა ხელი და სილა კი არ გააცნა აქ სისტემას სახელმწიფოს ქართულ სახელმწიფოს გაარტყა ხელი გააცნა სილა და უთხრა შენ არავინ არა ხარ მე ვარ მზია ამაღლობელი ვარ სოროსის გამოზრდილი, მაძლევენ ფულებს, ვარ აგენტი ამერიკის ერდოღანის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და რაც მომინდება მე იმას გავაკეთებ. შენ გინდა პოლიციელი იყავი და გინდა გენერალ ფელცეხმაისტერი. აი ამ პრინციპიდან გამომდინარე და თან საქმის მსვლელობა აძლევს სრულ საფუძველს გამოძიებას, რომ ეს ქალბატონიო არა 2 წლით, არამედ კიდევ დიდი ხნით უნდა წაბრძანდეს. რაც შეეხება ახობაძის საქმეს მე აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენ სულისკვეთებას თუ მოსამართლე ვერ ბედავდა ამ კაცის დაჭერას და თუ საქმეს ასე უჭირდა აი ამ ნაცებისთვის აი ამ აგენტებისთვის თქვენ არ უნდა მიგენიჭებინათ ეს სიამოვნება დღეს რომ ვარხალალოს ღერიან თბილისის ქუჩებში და აქვთ ერთი ღრიანცელი და კივილ-წივილი და გამოგეგდოთ ეს კაცი გარეთ ეს ახობაძე თუ არ იყო ნარკომანი და თუ არის ნარკომანი მაშინ გაასაჩივრეთ სააპელაციოში ეს სასამართლო და გაუყენეთ ეგა ყუდიგორის გზას ანუ შეაგდეთ ვირის აბანოში ჩემი შეფასება არის ესეთი აი არა იცით რა არის მე რო თქვი რომ ანგელოზები არ არიან მეთქი მე ამ შემთხვევაში მე დგებუაძეზე კი არ მithქვია მე ვთქვი ზოგადად იმიტომ ვიცი მესმის რომ პოლიციელები ყველა ანგელოზი არ არის და ხშირ შემთხვევებში პოლიცია ადამიანია და უკეთურები იქაც არიან მაგრამ ეხლა ვიღაცა რომ შენ არასწორად მოგექცევა ეს იმას არ ნიშნავს რომ სილა გაულაწულო იქ იმიტომ რომ ამისთვის არსებობს ინსტანცია სასამართლო პროკურატურა გაასაჩირო და რა შეეხება აი თქვენ პათოს ეხლა რომ აი ჩვენ რომ აქ საუბრობთ რომ პოლიციელების როლზე პოლიციელითა და სასამართლოს გარკვეული რენომე უნდა დაცული იქ და საზოგადოების მხრიდან რასაც ჩვენ ვაკეთებთ მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ აი ამ სამთავრობო მედიებში ამაზე არ არის საუბარი ეს ხელისუფლება რო ლაპარაკობს გასაგებია მაგრამ იმ მოსამართლემ იმ დგებუაძემ უნდა იცოდეს რომ
მომღერალიც მის გვერდით არის, მსახიობიც მის გვერდით არის, ტოქ-შოუებს რომ მართავთ ამ რაღაცა ვინამდენჯერ გათხოვდა და ვინამდენჯერ ბოდიში და სიამოვნება მიიღო ლოგინში, კაცო, ვერ გავიგე, ხო შეიძლება რომ მოიწვიოთ ის ხალხი, გამოჩენილი სასიკადულო ჩვენთვის სათაყვანებელი ადამიანები, რომლებიც იტყვიან რომ მე დგევარ მაგალითად იმ დგებუაძის გვერდზე, ეს არის ნიჭიერი იმ კაცს ხო ვერ გავიგე თუ მიშა რა პოლიციელებზე სიმღერებს იღებდა მიშა მაგარიაო და რაღაცებს რომ ღეროდე რა არის ვერ გავიგე ერთხელ ხო შეიძლება საზოგადოებამ გული გაუთმოს იმ პოლიციელებს რომლებიც აგერ უკვე მერამდენე წელია ქუჩაში არიან ხო ამაზე ვსაუბრობ რომ ჩვენ კი არ უნდა გვიხდებოდეს მარტო აქ პოლიციის მუნდირზე საუბარი და ჯარისკაცის და მოსამართლის იმიტომ რომ ხედავთ რომ ყველცხებს ესვლიან მოსამართლეებს თურმე უფლება არ აქვთ იქეიფონ იმას პოლიციას აბუჩად იგდებენ, ყველა საბუჩად იგდებენ და ჩვენ აქიდან საზოგადოების ხმა არის და არც აძლევს საშუალებას აი ეს მედია სივრცე ამდენი რისთვის არის ეს პირველი არხი, რისთვის არის ეს რუსთავიორი, რისთვის არის ეს იმედი, რისთვის არის ეს მაესტრო, რისთვის არის აჭარის არხი იმისათვის მარტო რომ ბოდიში და ციხში ჩაძვრეს ვიღაცა და გამოვიდეს და იქ იმას 9-ჯერ გათხოვილმა ქალებმა გვიკითხონ ნოტაციები კაცო ამაზეა საუბარი დღეს ამ საზოგადოება ჭირდება მხარდაჭერა. ეხლა აი ვკითხულობ იმ სააგენტოებში, იმ განცხადებებს, ესე იგი, როგორ დღეში აგდებენ ამ დგებუაძეს, იმ დგებუაძეს, კაცო, შეიძლება გული გაუსკდეს იმ დგებუაძის დედას. იმიტომ რომ ვკითხულობს ამ საშინელებებს, კაცო, ოჯახები ყავთ, ყველა, აღარავინ აღარ წავა ამ სახელმწიფო სამსახურში, აღარავინ აღარ წავა, იმიტომ რომ არღის ამათ არღის ეს ყველაფერი და რაღაცა უნდა შეიცვალოს, უკვე მიდგომები უნდა შეიცვალოს, გუშინ ვსაუბრობდით ამის შესახებ, მე ნანას და კაკაბაძესთან, რომ არ შეიძლება ჩვენ საჯიჯკნად მივცეთ სახელმწიფო ინსტიტუციები ამათ. ეს არის ბატონ ნიკოლოზ იმის ბრალი, მე ძალიან ამას არ ვამბობ მე დიდი სიხარულით, ამას ვამბობ დიდი გულისხმივით, რომ ჩაკეტილი არის მედია სივრცე, მონოპოლიზირებულია მედია სივრცე. ჩაკეტილი ჩვენ გვერდია, რაც არის გახსნილი იმასაც ებზვია, აგერ ჩვენ ვაჯარიმებენ ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ჩაკეტილი აქვს ეს სივრცე, ხო ხედავთ, ფაზარაძე პირდაპირ ურიგებს და ელტონ ჭყონია ფულებს და ჩაკეტილია ეს სივრცე და ხელისუფლებასაც ჩაკეტილი აქვს ეს სივრცე. აი მე ჩემ თავზე არ ვამბობ, მაგრამ თქვენ ოდესმე ან იმედზე, ან პირველ არხზე, ან რუსთავიორზე, ან აჭარის ტელევიზიაზე, ან მაესტროზე, როგორც თქვენ ჩამოთვალეთ, მიუწევი ხართ ოდესმე? რაღაცა გაურკვეველი წარმომავლების ხალხს საიდან მოარჩევენ, რომელი ტურის ხვრელიდან გამოიყვანენ, მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ აბსოლუტურად უწარსულო, არაფრის მაქნის ადამიანებს დასვამენ და ალაპარაკებენ რაღაც პლატონის ფილოსოფიაზე და არისტოტელეს მეტაფიზიკაზე. რაღაც სისულელეებს მოიგონებენ და რაღაც ესე იგი, საქართველო არის ნიჭიერი ხალხით დასახლებული ქვეყანა. აქტიური ხალხი ვარ ჩვენ. გვაქვს ჩვენი გენეტიკა, ჩვენი ცხელი სისხლი და გვაქვს გარკვეული ემოციური დამოკიდებულება ამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. თქვენ დალოცვილებო, ამის ნერვიც და ამის ზარღვიც და ამის სინდისიც არ აგაქვთ, რომ რესპონდენტები შეარჩიოთ. ვიღაცა ტუტანხამონის აკლდამიდან რო გამოიყვანთ ხალხს და რაღაც სისულელეებზე ალაპარაკებთ. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ასაუბრეთ, კაცო. სირცხვილი არ არის, აი უზარმაზარი მთელი აი ეხლა ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. მე არ მინდა ეხლა მიცვალებულებზე რაღაცა და ისა გამოიყვანეს ესე იგი და ნუ აი ცოტა გაჩერდით და ცოტა დაოკდით და დატორმოსდით. საქართველოს ამ დღეში რო არის სწორედ მაგის და მაგნაირების დამსახურება. და სიმართლე ილაპარაკეთ. და ხალხს ნაცავს ნუ აყრით თვალებში. საქართველოს რო ამ დღეშია, საქართველოს რომ ტერიტორიები დაკარგა, ქართველების სისხლი რო დაიყვარა, მაგ ხალხის დამსახურებაა ეს. მაგათქნეს ეგ ამბავი. ამას წინათაც ვთქვი ეთერში და კიტოვანზე, ჯაბაიოსელიანზე, სიგუაზე და შევარდნაძეზე უფრო დიდი წვლილი მაგ ხალხის არის ამ საქმეში. ეგენი დარბოდნენ. ეგენი აკეზებდნენ. მაგათ დაატაკეს საზოგადოება, იმიტომ რომ ქონდათ მაშინ მაგათ ავტორიტეტი. იყო ის დრო, როდესაც ქართულ ხალხს ესენი მოსიარულე ცოცხალ ღმერთებად ყავდა წარმოდგენილი. და გაყვა რაღაც პროცენტი მაგას საზოგადოების. მაგრამ ვინც მაშინ გაყვა და ვინც მაშინ უბედურებაში იყო მონაწილე და გასურილი, დღეს ეხლა ნუ დამინიშნავ რა იმაში, რა ქვია, მაღალ თანამდებობებზე და მაღალ ინსტანციებზე. და ნუ ათქმევინებ მე იმას რომ შევჩდითო. თუ შეცდი მაშინ, კეთილი ინებე,
იმთან ის თანამდებობა დატოვე და სხვას დაუთმი ადგილი რა. ხო და აი ამიტომ ვამბობ მე რომ აი მაშინ პოლიტიკური პროცესების პროვოცირება მათ მოახდინეს იმ კინოელიტის, იმ ეგრეთ წოდებული თეატრალური ელიტის და იმ დღესაც იგივე არ ხდება? დღესაც. დიახ, ეხლა ამათ უჭირთ, აი არ ვიცი მე რამდენჯერ თქვა და მე რამდენჯერ ვამბობ რომ ამათ დღეს არ ახავთ რამაზ ჩხიკვაძის, ოთარ მეღვინე-თუხუცესის, ელდარ შენგელაიას, დარი კინორეჟისორები და კინომსახიობები, თორე და არა აქვთ ავტორიტეტი ახლა ამათ აკაცუკებს, თორე გეუბნებით რა რომ უარეს იზამდნენ დღეს და კიდევ რაღაცა თქმილ მოგონებად დაგჭებოდა 91-12 წლებში და 13 წლებში დატრიალებული ამბები. ამ ხალხმა გააკეთა ეს და გამოიყვანეთ ეს ხალხი თუ ვინმე დაგჭათ ავტორიტეტები, რომელიც ჯერ კიდევ საღათ აზროვნებს და რომელსაც ჯერ კიდევ შინდისი ნამუსი გაყიდული არ აქვს და ალაპარაკეთ ამ პროცესების შესახებ. ხო და მარტო ის კი არ არის საქმე რომ ისა მე კი არ ვერჩი კაცო ახალგაზრდა კაცია და სააკაშვილის დროსაც დიდ ფულს აკეთებდა და კაი ფულს აკეთებდა და ეხლაც დიდ ფულს აკეთებს. ნუ ეს სულაბერიძეს, მაგრამ ის კი არ არის საქმე რომ ცალფრივად რო ალაპარაკებთ და რაღაცა შერეკილები და სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი. ის კადრები ამოიღეთ, რას აკეთებდნენ? ტელევიზიასთან რო იყვნენ და უნივერსიტეტთან რო იყვნენ. როგორ აქეზებდნენ? როგორ ესე იგი ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და საქართველოს როგორ დასაღუპად როგორ ესე იგი ყავდათ გაწერილი ისა რა ქვია გაწერული და როგორც წიქარა ხარს ისე გამოჭრეს ქვეყანას ყელი. აი ეგ არის რა, ეგ არის ამაზე ილაპარაკეთ და რომ იმ აკაცუკებმა, იმ უციგნურმა თაობამ არ მომერიდება მე ამის ხმის, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი რასაც ვლაპარაკობ და აკადემიურ სფეროს წარმოვადგენ და ვიცი ჩვენი სტუდენტების დონე, რა დონეზე არიან ისინი, განათლების თვალსაზრისით. და იმ აკაცუკების თაობამ, ამ უციგნურების თაობამ უნდა გაიგოს ვინ დაღუპა საქართველოს და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. და არ უნდა ენის მოჩლიქით საუბარი და ნუ ართულებთ თქვენ, ნუ ამორუდებთ საქართველოს ისტორიას. სიმართლე ილაპარაკეთ. იმ შერეკილების უკან და იმ არაჩვეულებრივი გამოფენას უკან დგას საშინელი სისხლი, რომლითაც წალეკეს მთელი საქართველო და აფხაზეთი შეეწირა და ცხინვალი შეეწირა და უბედურება დაატრიალეს საქართველოში. ხო და აი მაგათ კისერზეა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, კიტოვანი, სიგუა და იოსელიანი შეიძლება ყინწვისის ანგელოზები არიან. აი ამათთან შედარებით. სხვათა შორის ერთხელ თქვა ცხონებულმა გიგა ლორთქიფანიძემ დასვა რიტორიკული შეკითხვა ერთ-ერთი რეჟისორის მიმართ. კი მაგრამო შენო მე რამდენი სისხლიან პროცესში უნდა მიიღო მონაწილეობა. როცა აი სააკაშვილის მარაქაში გადაბარგდნენ და მე შევარდნაძეს კარი მიუხურეს და ასე შემდეგ ეს ხალხი ხო ცნობილი და დახვეწილი კონფორმისტები არიან. ესენი ხო ცნობილი ფულისტები არიან. მათ ხო ფულზე გაყიდეს ქვეყანა და საქართველოს მომავალი. ამიტომ ეს სიმართლე ელაპარაკეთ ამ ხალხს და ნუ ალაპარაკებთ ამ სისულელეებს, სიტუტუცებს. საქართველოს ისტორია წალეკავს ამ საშინელებას და ამ ტყუილს და დარჩება სიმართლე. რასაც რაშრებოდნენ ესენი და როგორ დაშლიგინებდნენ აღმადაღმა. და როგორ მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს სისხლის ღვრისკენ და უბედურებისკენ. ვიდეო მტკიცებულებები არსებობს ამისი. ეხლა დღეს რომ არამიძე გამოდის და ლაპარაკობს იმასავით, რა ქვია, 12 მოციქულა, ერთ-ერთი 12 მოციქულთაგანივით. ნახეთ ვიდეო კადრები ახალგაზრდებო, რა განცხადებებს აკეთებს 21 წლის დეკემბერში. ვიდეო კამერით გადაღებულია ესა და ხელში მეგაფონი უჭირავს. ნახეთ ვარამიძე რა შრება. ხო და მე რატო გვიკვირს მე რომ ჟვანიას მკვლელობაში გაერია? რატო გვიკვირს მე რომ უბედურება მოახდინა და სერიულ მკვლელად იქცა? რატო მე ახლა მაინც ვიტყოდი ერთ რამეს, მე გეთახმებით, მაგრამ მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ არ არაფერსო, მე მაგას მათოს შევინარჩუნებ მაინც, იმიტომ რომ მე ვიცი ბევრი რამე, თქვენ რასაც ლაპარაკობთ, კადრები მართლაც თავის ყველაფერს მეტყველებს, ის კადრები რომლითაც აი ჩვენი სასიკადულო რეჟისორები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამოვხოცოთ ეს კანონიერი ხელისუფლება ბუნკერში ამოუჟლიტოთო და იქ მე ეკლესია ავაშენოთო. მე ეს განცხადებები კარგად მახსოვს და მე ისიც კარგად მახსოვს ერთი დიდი მსახიობი, სახელგანთმული მსახიობი რო გარდაიცვალა 20 კაცი მიყვებოდა იმის ყუბოს. და მე მართლაც აი გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება ხალხის სიყვარული შენ გაცვალო
იმაზე რომ მე შემდგომ პრივილეგია მიიღო. მე გული მწყდება იმაზე რომ ჩვენთვის სასიქადულო ადამიანები რომლებიც ყველას გვიყვარდა ისეთი პოზიციები დაიკავეს მე საზოგადოება მათ მიმართ დობა დაკარგა. ეხლა არ მინდა გვარებ ძალიან ბევრია ეგ და დღესაც ეხლა აი სხვათა შორის ის ხალხი ვინც მაშინ 90-იანებში არასწორი პოზიცია ეკავათ დღესაც აი მაგალითად ეს ქალბატონი ნანი ბრეგვაძე მაშინაც ეს პოზიცია ჰქონდა ხან ელცინის კლავებში იყო ხან კიტავანის კლავებში იყო ჩაწოლილი და ხან სიგუას კლავებში იყო გამოდის და მოუწოდებს რომ გაათავისუფლეთ ამაღლობელიო. აი ამ ხალხს ეხლა სიმართლეობით ვთქვათ ასაჩია მაგრამ აი მაგის შვილს მინდა მივმართო რა არ აქვს თქვენია მართლა რა უბედურება რა იცით რა არის აი ყოველთვის შეიძლება არასწორ პოზიციაზე იდგე ქვეყნის ამიტომ არის რომ ამ ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს და იმ ბრძენმა კაცმაც უნდა იცოდეს კიდე ვინც ბევრი კარგი გაუკეთა ამ ქვეყანას რომ თქვენი გადამრჩენელი საბოლოოდ საშუალო ფენა ის უბრალო ხალხი ის დაკოჟრილი ხელებით კაცი რომ დგას იქა თელავში და ვენახს რომ ხლავს ის ციტრუსს რომ იმაშვება ულის მანდარის იმაში გურიაში და იმერეთში კიდე რომ ვიღაცა მწვანილი მოყავს აი ეს არის თქვენი მხარდამჭერი თორე აი ეს ნაგვები რომლებიც ქართულ ბანკის იმასთან იდგნენ რა ქვია ბანკომატთან და ელოდებოდნენ როდის ჩაურიცხავდა ფულს დღეს არიან იმ ანტისახელმწიფო პოზიციაზე და უნდა ისწავლოთ ერთხელ ჭკუა აი ხშირად მე მახსოვს რომ გამსახურდიას და ბრაზდებდნენ რომ აი ინტელიგენციასთან არ ქონდა საერთო ენა მონახული რომ მას რო კარგად ელაპარაკა იქ რო რაღაცა პრივილეგიები შეენარჩუნებინა ის ვოლგა მიეცა ბინა მიეცა არ დაუპირისპირდებოდა იმას მაშინ ინტელიგენცია მე გეტყვით ერთ რამეს კი მაგრამ პატიაშვილი არ ექცეოდა წესიერად ინტელიგენცია შევარდნაძე არ ექცეოდა მოიცა ბიძინა ივანიშვილი აი ყველა გაყიდა ინტელიგენციამ გაყიდა პატიაშვილი ინტელიგენციამ ბოლოს გაყიდა შევარდნაძეც გაყიდა და გაყიდა ინტელიგენცია ბიძინა ივანიშვილიც ხო ამიტომ მე უნდა ვიცოდე მე არ მინდა ახლა ისე წარმოვაჩინო რომ ყველა ესეთი გამყიდველები არიან მაგრამ მათი ბუნება არის გამყიდველური იმიტომ რომ მათ ყოველთვის არიან ფულზე დახარბებული და ამიტომ იმ დაკოჟრილ ხელებს უფრო მეტი პატივი ეცით და იმ გლეხსეცით პატივი და ამ მილიონებით ნუ გააზულუქეთ ისინი ბევრი გაფუჭდა ამ მილიონების გამო იქს აღარ წერს ის მხატვარი იმა რა ქვია პოეტი და იმას მწერალი იმიტომ რომ იმდენი ფულები აძლიეს აღარც სიმღერის დაწერა უნდათ აღარც წიგნის დაწერა უნდათ აღარც მუსიკის იმიტომ რომ იციან უკვე რომ ფული ჩაერიცხება და всё დამთავრდა და გაფუჭდა ეს ხალხი გააფუჭეს ეს აი ეს იოლმა ფულმა გააფუჭა ეს ხალხი მე არ ვიცი როდემდე შეიძლება ეს გაგზებდეს აი ხა უყურებ ხა და კატასტროფა ხა წულე ეს აი რაღაცა ამ ბოლო ხანს ტელეეკრანებზე არ ჩანს აი ეს წულე ის წულუკიძე ნიკა წულუკიძე ნიკოლოზ წულუკიძე და ლაპარაკობენ იმის შესახებ რომ ისიც უკვე ემზადება იქით გადასახტობად და არც გამიკვირდება ხო მე ვერ გეტყვით ახლა არ ვიცი ახლა მაგაში შვილდარი მამა არის და ის ბავშვი ეხლა შვილდარი და მამა ბოდიში რა იცით რა ყველას ერთმან ათელში ამყოფოს ყველას მაგრამ იცით რა შეასაქმე ხა თუტა წილწლაძე შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო კაცო შეიძლება ეს ირმა სოხაძე დღეს გამოგდი ყველა არხებზე რო არის ირმა სოხაძე რომელიც ყველა ბოდიში იმას მოემსახურა ყველა პროკაში რო იყო შემძრალი კაცო რა უბედურება ეს დღეს ერთ-ერთმა ადამიანმა მომწერა პატივცემულმა ადამიანმა რომ ესე იგი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე დანიშნესო ყოფილი ზონდერი. ესე იგი მე და თქვენ უნდა ვილაპარაკოთ. სხვა არ უნდა გამოვიდეს და მე ერთხელ უთხარი მე მოდი გამოდი მეთქი არაო მე ვერ გამოვალო არ მინდა მაგათი ნერვები არ ამაქვს. ესე იგი თურმე მე უნდა დავეტაკო ვიღაცას მე უნდა დაუპირისპირდე ხალხს ესე იგი არც მხილება უნდა არც ლაპარაკი უნდა არაფერი არ უნდა მარტო უნდა იყოს იმ ქართულ ბანკის კარტა ეჭიროს ხელში და მარტო ჩვენ უნდა ვასყდებოდეთ ნერვებით რა ამ ყველაფერს რა ეს პოზიცია სხვათა შორის ბატონ ნიკოლოზ მინდა გითხრათ რომ სხვათა შორის მე შემიჩნევია ეს და ხშირად ჩემ თავზე მომდის ხოლმე ხო დაგირეკავენ ალბათ გეტყვია თქვენ აი ეს ესეთია ისეთია რომ შენი ლაპარაკო მეც დამირე თვითონ გაყუსულები ზიან იმ ქართულ ბანკის კარტით თითქოს მე გახლავარ თითქოს ისე წარმოაჩენი თითქოს ვარ ჩვენა ვარ აი ამ ხელისუფლების რაღაცა როიტყვიან თავგადაკრული მომხრე და აი ის ადამიანები რომლებიც ფულს ღებულობენ და ფინანსდებიან ამბობენ რომ ყოჩა დამაგრები ხარ თქვენ და თვითონ არის გაჩუმე აი სუფთა ესე იგი სუფთა ვირთხები აი პირდაპირ გეუბნებით რა სუფთა ვირთხები ახლა მაგათ ორი ბანკომატი უძებთ
ერთი უდებთ ქართულ ბანკის ბანკომატი და მეორე უდებთ იმისი, რა ქვია, TBC ბანკის ბანკომატი. ორივეგან ღებულობენ ფულს. ორივეგან. და მერე თუ დადგება საქმე ადგებიან და სახალხოდ დააგდებენ ძირს რომელიღაც ის ბანკომატს და აი ასე ცხოვრობენ ესენი, ასე ცხოვრობენ და ასე გალიეს ეს უკუღმართი და ეს უსინდისო წუთისოფელი. თავადაც უსინდისოებმა და ნამუს გარეცხილებმა. ეხლა რა უნდა ველაპარაკო მე? რა უნდა ველაპარაკო ქალბატონ ნანი ბრეკოძეს? ახასაკოვანი ქალბატონია ეხლა და ბებია ჩემი სნისა, მეთმა კარგად ავყოფს, მაგრამ ჯოლ ელცინის მკლავებში იყავი ქალბატონ და ნანი. ელცი მე გამოვაყოლე ის ფოტოსურათი. დაბეჭდილი მაქვს ასავალ-დასავალში და მე მგონი ტელეკომპანია სეზონშიც გამოვაქვეყნებ, მე მოგიტანე ეგ სურათი თუ აღწევი. აგერ არის ინტერნეტში ბატონო, ხო და არ უნდა შორს ძებნა, კაცო ჩაბსკვნილი ხარ და ჩამაყურჭებული ხარ, ესე იგი ელცინთან. ხო და რა ვიცი რა, მოკლედ ახალ და დაქორწინებული სიძე პატარძალებით ახარ თქვენ ლოცვილებოდა. თუ კაცო მე ვარ კიდე რუსოფილი, ყველგან ფული აკეთე თქვენა. ჟავანაციდან დაწყებული. არ დარჩა პოლიტიკური სარეცელი, სადაც თქვენ არ იკოტრიალეთ და არ იგორავეთ. ერთადერთი საწოდავმა ზვიადმა არ მიგიღოთ, იმიტომ რომ იცოდა ვინც იყავით ყველანი ერთად, ხელი ჰქონდათ იმ საქართველოს გაყიდვის აქტზე ხელმოწერილი, მერე დაუწექით ჯაბას, დაუწექით კიტოვანს. დაუწექით შევარდნაძეს, დაუწექით მიშას, დაუწექით გრიშას, დაუწექით ოლეგ მელნიკოვს. ხაზგასმით ვაცხადებ ამას. ცხონებული სანდრო გირგულიანის მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორს. ოლეგ მელნიკოვის მკლავებშიც იყავით. ხო და ეხლა ჩვენა ვართ ისა, რა ქვია, რუსოფილები და ჩვენა ვართ ქვეყნის დამაქცევრები. ესე იგი, აი ამ მერებს ეფაშვილსაც მინდა ვკითხო, შედალოცვილო, შენ თმა ისთვის გადაინერგე. ისთვის გადაინერგე შენ თმა. ესე იგი, თმას რო ტვინი კონდესო, ცნობილი გამოთქმა არის რა. ესე იგი, რაღაც უხერხული ადგილებიდან თმები აგაპუტეს და დაგაბნიეს თავზე, ხო? აი იმას ვეუბნებ, ისე ვერაფერმეტრებელი რო არის კიდე. აი ამათ უხერხული ადგილებიდან თმები ააცალეს და დააწებეს თავზე. და მე იქ ტვინი იქიდან წამოიღეთ და თავში რო ტვინი არის იშიანაცვლეთ, საიდანაც ეს თმები ამოგაცალეს. და სინდის ნამუსი არა გაქვს. სააკაშვილს რო კურტუმოს უკიცინებდი ბატონო მერა და ჩემი გმირი გიწოდეო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უმღეროდი. ყიზილბაში ხარ თუ ვინა ხარ კაცო შენ ეროვნებით. ერთი შენი პასპორტი გვანახე ეროვნება რა. ეროვნება ეხლა არ უწერიათ და გააუქმეს ყველაფერი, მაგრამ მაგვაინტერესებს ერთი შენი პასპორტი რომელი ქვეყნის მოქალაქეა. ყიზილბაში არ იმღერებდა იმას, რაც შენ სააკაშვილს მაშინ დითირამბები უძღვენი და იამბიკუები აღუვლინე რა. ჩემი გმირი გიწოდე, ისა ხელი გამოგიწოდეო და გაიმარჯვე გიწოდე ჩემო ვაშკაცო. და ნუ არ ვიცი რა ესე იგი. ეხლა ეს ბავშვი არის კიდე ეს გუბაზის ბავშვი. ლევან სანიკიძე. ესე იგი ლევან სანიკიძეს თუ რაიმე დაუწერია 309 ქართული სიცოცხლე მე მგონი თავის მინიშნის მიუძღვნა. რა არის რა უბედურება კაცო კაცი ასე ახალგაზრდა ასაკში გაფუჭებულიყოს. მე არ ვიცი აი გუბაზი ძახის მე გამოვედი პოლიტიკიდან. ვითომ ახლა ამან ნუ ესე იგი რაღაც ფურორი მოახდინა. ნაპოლეონის მისია შეასრულა ქართულ პოლიტიკაში, დაალაგა ყველაფერი, დაიბრუნა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა საქართველო და დაათმოთ გუბაზმა ტახტი და შემოიყვანა ლევან პირველი. ეხლა ლევან მეორე სანიკიძე ტახტზე. ერთგულია მეგობრებო, რას გავხართ რა. ეს ბავშვი რა განცხადებებს აკეთებს. ჯერ ლონდონში რო დადიხარ, შვილო და იქ რაღაც იმათგე გიყიდა, რა ქვია, ხაბეიშვილმა შარვალ კოსტუმი. ჯერ ხაბეიშვილი რო შარვალ კოსტუმს გიტუდის, სირცხვილი არ არის ის შარვალ კოსტუმი. მოყოლო და ჩაიცვა. ხო და კარგი რაღაცა, ნუ ასე არ ვიცი, ეს თინა ბოგუჩავასთან სიახლოვეს გაანებე თავი თორე. კაი არაფერს გასწავლით ელეკალი გეუბნები რა. დააგუპავს. რაიცი იქნება გასწავლა კიდევაც. ეხლა თინა ბოგუჩავას ვერ დააბრალებ რომ არ შეუძლია რაღაც ისწავლება. ეხლა თქვენ ბატონო დიტო არაობიექტურობას მოიჭერთ. ხო და თინა ბოგუჩავა შეუძლია
რა განცხადება მე კიდე არ ვლაპარაკობ ყველაფერს იმიტომ რომ ქალბატონ ირმას დედაშენსემ ძალიან დიდ პატივს რომ მართლა გიქცეული ქალბატონი ხა მამაშენზე ამას ვერ ვიტყვი მე მაგრამ დედა ყავს ძალიან კარგი ქალბატონი დიდებული ქალბატონი და მე მინდა ჩემი აი ესე იგი დიდი პატივის თემა დაუდასტურო მას და რა უბედურებაა ეს ესე იგი დედაშენის აღარაფერი აღარ ცხია კაცო სულ მამაშენს დაემსგავსა ყველაფერი სირცხველი არა რატო ბაბუამისაც დაემსგავსა ბაბუამისაც აღარ მინდა ეხლა ამ თემაზე სხვათა შორის ბაბუამისი რო იცოდეთ თქვენ ლევან სანიკიძე ედუარდ შევარდნაძესთან სტუმრობდა 93 წლის 31 დეკემბრის ღამეს როცა ავთო მარგიანმა სავარაუდოდ დაურეკა ბატონ ედუარდს და მოახსენა რომ ყველაფერი დამთავრებულია ზვიადი მოუგალითო და ეს ხმა გაიგონა ლევან სანიკიძე ხო და სხვათა შორის გამოიტანა მე ეს ამბავი გარეთ და კარგია რომ გამოიტანა ალბათ თავისი ცხოვრებისეული მისია ამით შეასრულა რომ მან ეს ლაპარაკი სატელეფონო საუბარი გაიგონა და შევარდნაძე ძალიან დამწუხრებული იყო მაგრამ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ძალიან კარგად და გაუწყინდა თვალები რაღაცა აღფრთოვანებული იყო და მე მგონი კონიაკებიც დალიეს და არ ვიცი რა ადრიგძელეს და არ ვიცი ბატონო ლევან რა ვიცი ძალიან ახალგაზრდა ხარ ნიჭიერი კაცი ხარ მაგრამ ეს ნიჭიერება საქართველოს სიყვარულს მოახმარე და ნუ გადაყვები ამ თინა ბოგუჩავასთან და ამ ხაბეიშვილის ნაფიტი შარვა კოსტუმით ნუ მოიწონებ თავს არაფერი კაი მაგამ ბავში არ ყრია და ძალიან ადრე გაგაფუჭეს და კიდე უფრო გაგაფუჭებენ არ შეიძლება მაგათთან ერთად ყოფნა მამაშენს კაი არაფერი მოუტანა იყოფნა არაფერი მოუტანა მამაშენს კაი იყოფნა და მე მეეჭვება რომ შვილი ასე როგორ გაიმეტა ამიტომ ხარ გუბას აი კაი წკნელით იმიტომ რომ გვერდები ასაჭრელებელი რა აი მაგ ზოგა გვერდები იმიტომ რომ კარგი აი წკეპლით და ასაჭრელებელი რომ შვილი მე შვილები მყავს და თქვენ შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა და ყოველთვის ვცდილობთ რომ უკეთურ გზას ავაცილოთ აი ამ კაცმა ეს ახალგაზრდა ბავშვი დაღუპა და პირდაპირ გველების ბუდისკენ უბიძგა შეუშო გველების ბუდეში და რაც გამოგივა ჩემო გუბაც მაკედან და ვინც გამოგივა ეგ ცალკე დათვალე რა არ დაგეკარგოს სადმე არ დაგეკარგოს ეგ ბავშვი სადმე რა აი ეგ მინდოდა მეთქვა მეტი არაფერი არა ხა იცით რა თქვენ რო თქვით ხა იმ დღეს გავოვიდა სადღაც და ისაო სააკაშვილს იცავდა თავგამოდებით ბიჭო არა ჩვენია მამაშენი იყო ის კაცი ჯალალედის რო უწოდებდა ესეთი უნამუსოები როგორ ახართ ესე იგი არ ვიცი რა ესე იგი რაღაცა დღეს ერთ სიძახტი ხვალ მეორე სიძახტე ეხლა თქვენ ახსენეთ იქ ვისთან იწვა აი ხა მე მინდა მივმართო ყველას ფერს აქვს ძალიან დიდარი ვიდეო თეკა მე ვიცი და ერთი ვეძებ იმ ვიდეო მასალას ლანა ყოღობერიძე რო გატიტულდა იმ 92 წლის მძიმე დღეებში და ტიტლიკანა როცეკვავდა იმას რა ქვია კიტოვანისა და აი ამ გვარდიელების გარემოცვაში თუ ვისმეს მე რა გინდათ ეხლა პორნობილი არა თუ ვისმეს გავს ეგ მასალა სიამოვნებით გაუშვებ მაგ მასალას ვიცი რომ იღებდნენ ამას თელი საქართველო ვიცით რომ ლანა ყოღობერიძე ვინ იყო ეხლა სანამ თქვენ კონკრეტულად დასავალმა არ დაწერა რომ კონკრეტული ხალხი არ ალაპარაკდა ციხეებში გაუპატიურებები ხდებაო არავინ არ დაიჯერა ხო და ლანა ყოღობერიძე ტიტლიკანა ლანა ყოღობერიძე პუჩი სახელმწიფო გადატრიალებას რო აღნიშნავდა გატიტულებით უნდა ნახოს თელმა საქართველოს ეს ამორალური ქალი დღეს რო დასავლეთზე ლაპარაკობს რომელიმაც საქართველოში იმ დასავლეთმა მოაწყო სწორედ პუჩი და დღეს ეს ქალი ეს უსირცხვილო უნამუსო ქალი მე მინდა ყველას მივმართო რა მომაწოდეთ ეგ ვიდეო მასალა და ფიცავა რომ გაუშვებ მაგას მე ჩემი სხვა არავინ არ გაუშვებს მაგას ლანა ყოღობერიძეზე მაგ ვიდეო მასალას მე გაუშვებ მაგ ვიდეო მასალას ხო ვიცი რომ ეს ფაქტი მოხდა აი ეს უსირცხვილო ქალი დღეს რომელიც მართლა ხალხს ხვრიტავდა მაგისი წინაპარი დღეს გამოდის და რაღაც ამერიკაზე და დასავლეთზე გველაპარაკება ეს აი ეს მართლა რატო მეტეორი არ ეცემა ამ ქვეყანას რა მე ზუსტად არ ვიცი ვერ გეტყვით მე მგონია ეს მაინც ჰიპერბოლიზებულია ეგ თემა ეს უბრალოდ ქართულმა ხალხმა იცოდა რა მისი მეორე არა კაცო ბევრი ლაპარაკობს მაგის შესახებ ბატონო არა ვიცი მე ხილველებიც არიან ამბობენ რომ შევეცარი თუ აფაქტო კაცო მეც მსმენია ამის შესახებ თუ ეს ვიდეო კასეტები ექნება ეს კასეტები ექნება თუ ეს ვიდეო მასალა ექნება
აი ეს მასალა უსათუეთ იქნება ზურაბ შანიძის. იმიტომ რომ აი წლებში ყველაზე სკანდალური და ყველაზე ესეთი კადრები სწორედ მან გადაიღო. თუმცა მე მაინც პირდაპირ გეტყვი ბატონ ნიკოლოზ რომ მე მეეჭვება რომ ეს მართალი იყოს, სიმართლე იყოს. არა იმიტომ რომ ესენი ამას არ იზამთრენ. ეხლა მე ბატონ სანთელი არ ჯერია. არა, კარგად მომისმინეთ რას ვამბობ. ეს მე იმიტომ კი არ ვამბობ ამას რომ ესენი ამას არ იკადრებდნენ და არ იზამდნენ. არა. ესენი ამას იზამდნენ, კაცო, ესენი თელ თავიანთი ცხოვრება ასე ცხოვრობდნენ. არა, უბრალოდ მე მეეჭვება რომ მაინც, მაგრამ თუ დაათვლნენ და რაღაცა შეიძლება აქნეს და არა, ეხა ფიძელი ლანა ღობერიძე მე მაინც ეჭვით უყურებ. იქ სხვათაშორის მარტო ლანა ღობერიძეზე არ იყო ლაპარაკი, იქ კიდე ორ ქალბატონზე იყო. ორ კინორეჟისორზე იყო ლაპარაკი, არ მიდახა მათი გვარები და სახელები, რომ ისინიც ეს იყო მაგიდაზე მოხდაო, როგორც ამბობენ, მაგიდაზე ესენი კეიპობდნენ ეს ბანდიტები, მკვლელები, საქართველოს მკვლელები და მესაფლავეები და აი მაგიდაზე ესენი ახდნენ და გაშიშდნენ და იცეკვეს იქ. და ესენი ავტომატებს ესე იგი აბათქუნებდნენ და იყო ერთი ღრიანცელი და ნუ ღრეობა და უბედურება და საშინელება და ეს არიან ახლა ბიზნესმენები არიან ისინი ბატონო და დავიცი ნუ აი ესე იგი ხან წმინდა გიორგის ორდენებით აჯილდოებენ და ხან პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენებით და მთელი საქართველო მათია, ყველაფერი მათია. ხო და რაზეა ლაპარაკი ეს ახლა ეს საქართველოს რო ყელი გამოჭრეს ეს გაიწია ყველაფერი და ესე იგი ახლა გათეთრებულები, თეთრი ფრაკები წარსდგნენ ჩვენი საზოგადოების წინაშე და ისეთი დაყენებული სახეებით საუბრობენ, რომ აი შენ ხარ ჩემი ბატონი, ჟორიკარურუ ახლა რო გამოიყვანო და ჰალსტუხი გაუკეთო, ის გეგონება რა ქვია, ეშენბახი. ხო და არა და ჯაბას კილერი კი იყო და ნახევარი თბილისი ყავს, ერთი 30 კაცი ყავს ცოცხლად დაღეჭილი. ხო და რატო ბატონო ნოესულაბერიძე ვერელი თორაძეების საქმეს რატო არ აშუქებ? არ გაინტერესებს რა მოხდა, ვინ მოკლა ის ხალხი, ვინ დახოცა ის ხალხი? და საიდან ქვიათ ეს სახელები? მკვლელებს, ეს დღემდე რო ვერ მოიშორეს ეგ სახელები? არ გაინტერესებთ? გააშუქეთ ეგ ისტორია, ვის რაში სჭირდება გამოდიტო. ეხა აი ისევ იმას მინდა არა, ისევ იმას მინდა დაუბრუნდია ლანა ღობერიძეს. მე სიმართლე რო გითხრათ მას ეხლა ბევრი ვიღაცას რაღაცას იზახია და სანთელი არავის არ ჭერე, მაგრამ მთელი ქვეყანა ლაპარაკობს ამის შესახებ. არა, მეც გამიგია მაგ ბაჭო მე გეწინააღმდეგები თქვენ, მე გამიგია შესახებ, მაგრამ თქვენ არ ამგონია, რატო არ ამგონია, არ ამგონია გესმეს მეთქი. ხო და მე რა არის ეხლა შანიძე მე არ ვიცი ვინ არის სიმართლე რო გითხრა გადაღებული აქვს თუ არა მას, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ეხლა იცით აი ეხლა ერთ-ერთმა ცნობილმა უკაცრავად რო არ მოხდეს მე რაიმე ზურაბ შანიძე არის ცნობილი კინოდოკუმენტალისტი რომელიც მიტინგების დარბევებს იღებდა და სიცოცხლის რისკის ფასად მიტინგები მაგრამ მაგას იქ არავინ არ მიუშვებდა ბატონო ეს თქმა მინდოდა ზურაბ შანიძეს იქ საქართველოს მკვლელების ბუნაკში არავინ მიუშვებდა მაგრამ თუ ასეთი ვიდეო მასალა არსებობს ბატონო ნიკოლოზ სავარაუდოდ ზურაბ შანიძემ უნდა იცოდეს ამის შესახებ ერთი რამე მინდა გითხრათ ჩვენ ტელევიზიას უყურებს ძალიან ბევრი ადამიანი და მე იმიტომ შეგნებულად გამოვაცხადე ეს რომ თუ არსებობს ესეთი ვიდეო მასალა მოგვაწოდეთ მეთქი მაგრამ იმიტომ თქვი რომ ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა რაღაცა ნუ რომელიც ასევე იმ ბოდიში და იმ უკეთურ ამბებში იყო ჩართული ნუ რაღაცა პატივისცემის ნიშნად რაღაცა გარკვეული პოლიციები გამოხატა პირადად ჩემს მიმართ მე სიმართლე რო გითხრათ არა ვარ ის ადამიანი ვიღაცას ბოდიშს და ძველი ცოდვები გაუხსენო იმიტომ რომ ზოგი ნანობს ამას და არა ჩვენ არ ვართ ან სიამოვნებს მე სახელგანთქმული ადამიანების წარსულზე ვილაპარაკო იმ წარსულზე რომელიც მათ კარგად არ წარმოაჩენს მაგრამ მე არ შევეხები იმ ადამიანებს ვინც ნანობს ჩაიდინა წარსულში რაღაც დანაშაული ნანობს და განიცდის მე ვარ იმ ადამიანების გარკვეული მამხილებელი ვინც წარსულში ჩაიდინა და კიდე იგივე გზაზე არის აი მაგალითად ნანი ბრეგვაძეზე და კიდე აი ესეთ ადამიანებზე ვლაპარაკობ წარსულში ქვეყნის დამხობას ხელი შეუწყე და კიდე ახლა ქვეყნის დამხობა გინდა შედავლოცვილო აი ესეთ ხალხს მე ნამდვილად ვერ ვიქნები შემრიგებლური პოზიცია მე ვერ მეკავება ამ ხალხის მიმართ რა
აბსოლუტურად გეთანხმებით. ეხლა განიფრებოდეს მიიწევენ კიდე თბილისობაზე, მიიწევენ იქ სადღაც დღესასწაულზე, ამღერებენ, ჩაუკუჭავენ რატო ვერ გავიგე? ეხლა რუსეთში მაგალითად, ეს ომი რო დაიწყო რუსეთ-უკრაინის და ბევრმა რო ანტირუსული პოზიცია დაიკავა და გაიქცა ქვეყნიდან, არავის არ აძლევენ საშუალებას დაბრუნდეს სცენაზე. აი ალა პუგაჩოვა, ეს არის მართლა უდიდესი მომღერალი მთელი საბჭოთა კავშირის რუსეთის, ხო? რახან დაიკავა ესეთი პოზიცია, უკვე всё შერისხული არის იქა და აღარ ეძლევა საშუალება დაბრუნების და უამრავი ადამიანი. ჩვენც უნდა გქონდეს ესეთი რაღაცა თავმოყარეობის შეგრძნება. ქვეყანა, როდესაც გუჭირს და ადამიანი მომღერალი იქნება, თუ მსახიობი მის წინააღმდეგ მიდის, არ შეიძლება მე კიდე ბოდიშთა ის კონცერტებზე მოიწვიო და ფულები და იმაზე, რა ქვია, ახალ წელს მიიწვიო იმაზე, რა ქვია, რაღაცა ის საგანგებო დღე რო ეწყობა და ყველას რო იწვევენ. მე ვერ ხვდები რა კრიტერიუმით იწვევენ კიდე აი ამ რაღაცა ისეთი დღეები ვარ, ხო იცით, ქვეყნისათვის მიიწვევენ 9-ჯერ გათხოვილ ხალხს, მიიწვევენ ესე იგი ამ გაშიშვლებულ, გატიტლიკანებულ ხალხს და რო დაუსვამს ჟურნალისტი კითხვა, თქვენ რატომ ბრძანდებით, აი როგორ მე აქ იმისთვის არა ვარ, აბა ისთვის ახარ ვერ გავიგე, ბოდიშთა კეიფის და დროს ატარებლად თუ არ მიდიხარ, როცა რაღაცა ქვეყნის რაღაცა სიმბოლოსთან დაკავშირებულ დღეზე გიწვევენ, ხო? ბატონო, გეთანხმებით, მე აბსოლუტურად და მე აი ამ ხალხის მიმართ მაქვს ჩემი პოზიცია, მაშინ 17 წლის ბიჭი ვიყავი, ჩემ თვალს ხდებოდა ეს ყველაფერი, უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გახდით და ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა იმის შემდეგ საქართველოში და მე ვარ ბედნიერი, რომ ჩემი პოზიცია იმ მოვლენების მიმართ პრაქტიკულად ისეთივე სტოიკური გასაგებია, ბატონო, ვიტო იმ მოვლენებზე ძალიან დიდხანს იმ მოვლენებზე საუბარი ჩვენ ძალიან შორს წამიყვანს. მოდი ამ დღევანდელობას დაუბრუნდეთ. ეხლა აი დღეს ეხლა აი როდესაც ეხლა ესენი გათხოვილ კაცებზე რო ლაპარაკობენ კიდე აი გათხოვილ თვითონ რო მართლა გათხოვილი კაცები ლაპარაკობენ საქართველოში არაფერი არ იმალება ძალიან კარგად ვიცით ყველაფერი არაოფიციალურად არიან გათხოვილები თორე ოფიციალურად რო იყოს და მოაწერდნენ მივიდოდნენ არ შერწყებოდა ციონში და დაიწერდნენ ჯვარს კაცი კაცზე აგერ ეხლა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა გამოვიდა განცხადება გააკეთა რომ ისაო რა ქვიაო თუ გინათო ევროკავშირშიო აგერო დააკანონეთ ქორწინებაო ერთსქესიანი ეხლა ესენი კიდე მაინც უყუხათ აი ესე იგი ისე იმაშვებიან რომ გამოდიან ეს ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და ლაპარაკობენ რომ არავინო ჩვენო არ გვეკაჩება ევროკავშირშიო LGBT თემის აქტუალიზაციის საბაბითო როცა აგერ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებას აკეთებს გესმით თქვენ გეთანხმებით აბსოლუტურად მაგრამ ამათ ხო ახლა ვერაფერს ვერ შეაგნებია ბატონო ნიკოლოზ ეს არის აი ისეთი მე არ ვიცი რა ესე იგი ეს რაღაც ფსიქოლოგიაში ეს არის რაღაცა ახალი ტიპი არის რა ცნობილია რომ რაღაცა ადამიანის რამდენიმე ტიპაჟი არსებობს რაღაც ფლეგმატიკი არსებობს სანგვინიკი არსებობს კოლერიკი არსებობს აი ესენი რაღაცა სხვა ტიპოლოგიაში გადიან რა სხვა მიმართულებაა რაღაცა მე არ ვიცი ეგეთი არაფერი მინახავს ესე იგი ადამიანს ეუბნები რომ აი სააკაშვილის დროს გაიყიდა ეს არსებობს მთელი ნუსხა ნუ ენერგოსისტემა მაგალითად ენერგორობიექტები რომელი არაო ნუ ეგო ტყუილიაო რა გეუბნებიან რა აი ეხლა გეუბნებით რომ იყიდება ქართული მიწები ხო და მიხედეთ ამ საქმეს და ეს ეგრეთ წოდებული ინვესტიციები სხვა არაფერია თუ არა გაყიდული მიწების ხარჯზე წამოჭიმული 22 სართულიანი კორპუსები სადაც ყიზილბაშები უნდა შეასახლოთ და ნუ აკეთებთ მაგას თორე დაგემხობოთ ქვეყანა თავზე ხო და სხვათა შორის ჩვენ აგერ ვავრცელებთ ამ ინფორმაციას და გამოვაქვეყნეთ მონაცემები ოფიციალური წყაროებიდან ოფიციალური ინსტიტუციებიდან რამდენი კაცია შემოთესლებული საქართველოში რამდენს აქვს მიღებული მოქალაქეობა რამდენს აქვს მიღებული ბინადრობის უფლება ნუ 800,000 გადააჭარბა უკვე უცხოელი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში არის საგანგაშო მდგომარეობა მიხედეთ ამ საქმეს ის მიგრაციის სამსახური კი ბატონო რაღაცა გამოცოცხლდა და რაღაცებს ფუთფუთებს მაგრამ ის 20 და 25 კაცის გაძევება ყოველდღიურად არაფერს შველის 25 გადის 250 შემოდის მიხედეთ ამ საქმეს გაართულეთ კანონმდებლობა გაართულეთ ის იურიდიული პროცედურა რომლის საფუძველზეც შეიძლება ადამიანი საქართველოს მოქალაქე გახდეს ან ბინადრობის უფლება მოიპოვოს თორემ ჩვენ გადაგვჯეგავენ
ძალიან მალე გადაგჯეგვანი უკვე ვართ ეთნიკურ უმცირესობაში ქართველები საქართველოში ვართ ეთნიკურ უმცირესობაში ვართ ეთნიკურ უმცირესობებთან შემოსეულ ხალხთან შედარებით ამიტომ მიხედეთ ამ საქმეს არანაირი ინვესტიცია საქართველოში არ შემოდის საქართველოში შემოდის ერთადერთი ინვესტიცია იყიდება ქართული მიწა მორჩა წერტილი რამე ქარხანა აშენდა რაიმე საწარმო აშენდა ისეთ სადაც რაღაცა ელემენტარულად აი რეზინის შექმნა რო კეთდება არის მაჩვენეთ რა ეგეთ საწარმო რა ნატურა რო გააკეთეს მაჩვენეთ ისეთ საწარმო კალმისტარი რო გააკეთეს მაჩვენეთ ისეთ საწარმო არ კეთდება გასაგებია კი ბატონო ის სამაცურო მეურნეობებია და კარგია ბატონო კი ბატონო ხედავ მადლობა გასაგებია რომ დიდი პროექტები კეთდება გზები კეთდება მადლობ მე მინდა რომ აი ბატონო დიტო მე მინდა ბატონ ლაშა დადარეიშვილი დიდი მადლობა უთხრა იმისათვის რომ ხმალამოვებით მისი გაზეთი რომელიც ძალიან ავტორიტეტულია სისტემატურად აშუქებს აი ამ ფაქტს და აი ამ გარემოებებს იმიტომ რომ ზოგიერთებს მარტო გონიათ რომ მარტო უნდა ილაპარაკონ ამ ნაცებზე უნდა ილაპარაკონ ამ ნაცსექტანტებს გავიგეთ რომ ესენი არიან ნაძილები მაგი 2x2 4 არის 10 უნდა მაგას ლაპარაკ მაგრამ ამას ვერ ამ პრობლემას თქვენ ვერ ამჩნევთ კაცო რაცა რაც გვაქვს ქვეყანაში ჩვენ ეს არ არის ამაზე ხმა ამოსაღები არ არის მაგრამ მე უნდა ვილაპარაკო და წერენ ესე იგი ეს მაგარი იციან მომწერენ ფაქტებს მომწერენ თვითონ ხმას არიღებენ ვერ გავიგე ბატონ ლაჩა დადარეიშვილს უნდა შესტკიოდეს გული მიგრანტებზე და კიდე სხვებსაც არიან მარტო ეხლა მე ლაშაზეა მაგრამ ერთ-ერთი მძლავრი პერიოდული გამოცემაა საქართველოში მე არ ვიცი ტელევიზიებმა ხმარ უნდა აღიმაღლოს ამასთან დაკავშირებით და არ ვიცი ნუ ეს საკითხი არის მე მინდა მიმართო ბატონ ნიკოლოზ მამუკა მდინარეთვის ეხლა ჩემ მშობლიურ სოფელში ვარ მე ეხლა სოფელ უხუთში ვანის მუნიციპალიტეტში და იქიდან გერთობით რა კი მაგრამ გამოვედი ამას წინეთ და ვთქვი რომ ადგილობრივ გამგებელზე გოგორიშვილზე რომ მალე მოგაძრობეთ მეორე დღეს დაასახელეს ისე ეგ იქნება ჩვენ ბატონო მამუკა ჩამოვძანდით ვანის რაიონში და ხალხს კითხეთ არზე თქვენ იცით რას აკეთებთ ეხლა თქვენ ეხლა აკეთებთ იმას რასაც კიტოვანი აკეთებდა 92 წელს ბანდიტები როდესაც ისა რა ქვია გამგებლებად მოაკეთებთ ამას რა შეისწავლეთ ხალხის აზრი მე არ არის ინფორმირებული ხა მე არ მინდა ვინმეს ადვოკატი ვიყო მაგრამ ნუ ხშირად არის ხა ბატონი მამუკას მე არ ვიცი ხა ნუ არა მე ბატონი შემკაცო ახალგაზრდა კაცია ნიჭიერი კაცია და ეს მომწერეს ამიტომ უკუღმა ხო არ უნდა ვილაპარაკოთ მართლა ზოგჯერ არის რომ ზოგჯერ ვლაპარაკობთ ვიღაცას წიან რომ აწინაურებენ და ხო უკუღმა ხო არ თქვა ხოლმე აწი რა მე ვსწავლებ ხალხის აზრი და საერთოდ თავ ანის გამგეობაში რა ხდება ნაცებით რო არის გამოტენილი შეისწავლეთ ეს ამბავი კაცო ეს მარტო მე არ მინდა ყველაფერი აქ რაღაცა აქ საერთოდ რაიონს მიხედეთ სერიოზულად აქ უკანონო კარიერები გახსნეს აგერ ეხლა ჩემი სოფლიდან რო გახედავ საგანოს ისტორიული გზა იყო რაღაც ულამაზესი ინგრევა ის კლდე გამოუთხარეს ძირი გამოიღეს ის უზარმაზარი ქვები და ანაკლიაში ჩაყარეს ზღვაში და მთა ინგრევა ვინ გააკეთა ეგა ვის ჰქონდა ამის უფლება ვინ იდგა ამის უკან შეისწავლეთ ჩამოდით ერთი კაცო ჩამოდით და ნახეთ რა ხდება ეგ ეგრე არ არის რა და გაუგვირდით რა რასაკეთებთ თქვენ თორე ეს არჩევნები ადგილობრივი კი არის და დამკვირვებლები არ ჩამოვა მაგრამ ღმერთი ხო აგვირდება ყველაფერს ამას და ამიტომ გეუბნებით რომ ესე იგი სააკაშვილის ეგონა 2003 წლიდან თეთრ დასზე იყო მომხდარი და დაგუპა საქართველოს და გააჩუქა ტერიტორიები და ეგონა რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებსაც გრიალით მოიგებდა მაგრამ კუდის თანამშრომლებმა არ მისცეს ხმა ხო ყველამ კარგად ვიცით ეგ ამბავი კუდში ჩატარებული არჩევნები სპეცუბნებზე წააგო ნაც ჯალათების რეჟიმმა ჯალათებმა ხმა არ მისცეს ჯალათებს ამიტომ თქვენ ნუ გონიათ რომ ხლა ეგრე გავაკებული გაქვთ და რაც გინდათ იმას გააკეთებთ არა ხა იცით მე გეუბნებით რომ მე ვარ თქვენი მხარდამჭერი ვარ თქვენი გულშემატკივარი ვარ და მე მინდა რომ უკეთესი იყოს და არა სახელგაწეხილი არა უბედურებაში გარეული და არ დატოვეს არაფერი რა ჯვარი დალეწეს და იქ ბაზარში გადიან და გამოდიან და 1000 რაინი ჩემ მეგობარს იმის საშუალება არ მისცეს
საწარმო გაეხსნა ვანის მუნიციპალიტეტში და აპარატურა გაუნადგურეს და ვანის ბაზარი იყიდა და იქ კიდე თავიანთი ჩაფრები მიუქციეს და მთელი ის რა ქვია გააკეთეს. მე არ ვამბობ, არ მინდა ხა გვარი და სახელის ისეთი ძალიან მორიდებული და თავშეკავებული და ეროვნული კაცია და ჩემი მეგობარი სხვანაირი ვერ იქნება. მაგრამ იმ კაცს არც გზა ეშლება და არც სხვათა შორის არც კონტაქტები აკლია რა. ხო და ძალიან კარგად იცი სადაც უნდა მივიდეს და აგერ ეხა ისეთი ხალხის თავზე არის ისე იგი გილიოტინა გამოსახული რომ ქვეყანას რო აზანზარებენ ამ ხალხს რა გონია კაცო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ბოდიში ნათესავები არ დაინდო რომლებმაც მას უღალატეს და თქვენ ხარ რა ფაქტებსაც ლაპარაკობ მე არ ვიცი სიმართლე რომ ხება ვაში რა ხდება ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ვიღაცას გონია ეს ხალხივი შერჩება ეს ყველაფერი არ შერჩება მე ვიცი ბატონო ნიკოლოზ მე ვიცი რომ ლაპარაკობ და კიდე ძალიან ბევრ ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ არ შერჩებათ არა ეს ყველაფერი მართლაც ეხა უნიკალური ულამაზესი რეგიონი არის იმერეთის ვანი და ბოლო ის საქართველოს ისტორია ვანიდან დაიწყო ხო და მე მინდა მოუწოდო შესაბამის სამსახურებს რომ მანდამაინც ეხა ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიტერეს ეს ყველაფრით კაცო ეს კაცი ხა მარტო ბიჭო ერთი კაცი ვერაფერს ვერ გახდება მარტო ყველაფერს ვერ იბაცილებს ხო მოკლედ აქ ძალიან ბევრ რაღაცაზეა ლაპარაკი და ყველა რა მე ჩემი მტკივა და მე მთელი საქართველოს მტკივა მე არაფერი არ მინდა ამათი კაცო მე არაფერი არ მინდა ამათი აბსოლუტურად ჩემი შრომით ჩემი ინტელექტით და ჩემი ხელებით თისხალობით მე არაფერი არ მინდა მე ელემენტარული მე მინდა რომ საქართველოს იყოს კარგად მე მინდა რომ კორუფცია არ იყოს მე მინდა რომ ეს უბედურება მოშორდეს რა რომ ის იმის მამიდაშვილია ეს ამის დეიდაშვილია და დააქციეს ქვეყანა კაცო აი ახლა მაგალითად ჩვენ რო არა გვეტეხა ამ ამბავი აი ხუბუასთან დაკავშირებით კაციშვილს ხმარ ამოუღია იმ ქუთაისის უნივერსიტეტში რომ დანიშნეს ყველა გაყოსული იყო არავის არ მოსწონდა ის რომ ხუბუა დანიშნეს კაცი რომელმაც ესე იგი ჩაკეტა უნივერსიტეტში პროფესორები და ვერავინ ვერ ბედავდა ხმას აი ეს არის ლიქვნელური ხასიათი ქართული ინტელიგენციის და ყველა ხო კარგად იცოდა რომ ეს კაცი არ იმსახურებდა იმ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ უნივერსიტეტში რექტორობა ვინმე ამოიღო ხმა ისი არის ეხლა წამ ვანთან დაკავშირებით ეხლა რომ დაიჭერენ ვიღაცებს ამ ვაში მე ამოიდგამს ენას ყველა და აუ ეს ესე იყო ის ეს იყო უნამუსოები ხართ უნამუსოები იმიტომ რომ როგორ შეიძლება და კაცი დანიშნულიყო ქუთაისის უნივერსიტეტში ის კაცი რომელმაც ქართული ბოდიში და უნივერსიტეტი გააუპატიურა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და ხმა არავის არ ამოუღია ამაზე ხმა ჩვენს გარდა ხმა არავის ამოუღია ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ აკადემიკოსმა ღირსეულმა კაცმა და ეროვნული ხელისუფლების განათლების მინისტრმა დაარისხა განგაშის ზარები ასავალ-დასავალში კაციშვილს ხმას ვლაპარაკობდით მე თქვენ და კიდევ ერთი ორი კაცი კაციშვილს ხმა არ ამოუღია კაციშვილს ხო და მე ჩვენს იმიტომ ვართ ეგრეთ წოდებული ჭალებში პატივი ნაცემები ჩვენ ვართ შერისხულები იმიტომ რომ ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობ ვინც გაყოსულია და ხმას არიღებს ის არის პრივილეგირებული აქა იმიტომ რომ ის ბოდიში და ბიჭო მე ეგეთი მეგობრობა და ეგეთი პატრიოტობა მე არ მისმის ეხა ქვეყანა რო ინგრევა ხმა ხო უნდა ამოიღო კაცო და თქვა ბოლო რა უბედურება ესა რა ეხლა გიდაც ეს ვერასდროს ვერ ვიტყვი ამ კულტურის მინიძე კარგს კაცო ხალი გამოდის და რაღაცა სისულელენ ლაპარაკობს ხალი რომელიც ბოდიში და ქეთი დოლიძეს აფინანსებს რომელიც ძირს უთხრის ქვეყანას ეხლა მე არ გამიკვირდება ეს ანდრო ჭიჭინაძეს 1 მილიონი ჩაურიცხოს ამ რუხაძემ ანგარიშზე ხო და აი კიდევ ერთხელ მიმართავ მე აი ამ კულტურის მინისტრთან დაკავშირებით აი კულტურის მინისტრზე კაციშვილი ხმას არიღებს ჩვენს გარდა კაციშვილი ხმას არიღებს ჩვენს გარდა კაცო გავიგე გასაგებია რომ შეიძლება არ იყო ოთარ თაქთაქია აც განსვენებული ოთარ თაქთაქიშვილის დონის კულტურის მინისტრი მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს ადრეც გქონდა ამაზე საუბარი ქეთი დოლიძეს რო არ მიცე ფული სხვა არ არის ვინმე მიყრუებულ სოფლებში ვიღაცა მასწავლებელი ბავშვებს ქართულ სიმღერას რო ასწავლის ფანდურზე დაკვრას რო ასწავლის გიტარაზე დაკვრას რო ასწავლის ფორტეპიანოზე დაკვრას რო ასწავლის სადაც ავტობუსი არ მიდის სადაც შუქი ჯერ არ ანთებულა
ის ხალხი დააფინანსე. ესე იგი, ეს კონფორმისტები და ეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში დაღლილი ხალხი რატომ უნდა აფინანსოთ ვერ გავიგე. რა შარმი აქვს, რა ისეთი დამსახურება აქვს და რა ძალა აქვს ეგეთი კეთი დოლიძეს და მისთანებს, რომ მაგათ არ დააყარო ფულები და მე მაგის შვილი არ გამოვიდეს და მტარი და ცოცხალი არ გადმოგიტრიალოთ ამ აქციებს. თქვენ რა გონიათ ეხლა ქალბატონო თიკო რუხაძე თუ რა ვიცი თიკო ქვია, თაკო ქვია, თუ რა ვიცი თინათინი ქვია, თუ ლესტან დარეჯანი, მე ვერ გავიგე, თუ დავარ ქაჯი, მე მგონი ეს უკანასკნელი უფრო შეეფერება მაგას, მაგრამ არ მინდა ეხლა მაგ თემაზე ლაპარაკი. ნუ არც ეხლა ვიზუალზე მე არ ვიტყვი კულტურის მინისტრი, ცოტა ნუ რაღაცნაირად, ცოტა თმებით რაღაცა ისი არის, კაცო, ეს თმები ცოტა სხვანაირად მაინც შეიღები, აქ საერთოდ გადაიპარს ეგ თავი. აი მაგას გავალებოთ თავი, მაგრამ თქვენ რა გონიათ ეხლა ხურობა იქეთ იყოს და ეს კეთი დოლიძის ქალიშვილი ისა ვაჟიშვილი თუ რამ შეიძლება მაგას ეგენი არეულები არიან ერთმანეთში. ხო და ეს ვაჟიშვილი ეს თორნიკებს ძევა კიდე არ გამოვა და კიდე არ გაგინეთ დახდახშოცხალს. აბა მიეც, აბა ნახეთ რაც მოხდება. ეგ ისევ იმ ანდრო ჩიჩინაძის და იმ რაღაცა იმათ მარაკაში არის რა. და ეგ არის უბრალოდ ამათი უბედურება, ეს არის მამიდან, დედიდან შვილზე გადასული უბედურება, რომ ის რო დაადგა წყეულ გზას, მერე შვილებიც მიყვებიან იმ წყეულ გზაზე. აბა რა ნიშნით მიიყვანეს ეხლა ტელეიმედში თავის დროზე ისა რა ქვია ეს ნინი ბადურაშვილი. აი ინტელექტით წინავს თუ რა რატო? რაღაცა. ერთადერთი ეხლა ეს ლამაზ გოგო იყო თავის დროზე და უკვე ის ილამაზეს დაკარგა სამწუხაროდ. სამწუხაროდ რა თქმა უნდა. აბა ეხლა რო კითხოთ რა ინტელექტის პატრონია ეხლა ადონი გამრავლების ტაბულა არ იცის ახლა კითხეთ გეფიცები თუ იცოდეს არ ეწოდინება. აბა ეხლა რა უნდა თქვას ეხლა ნინი ბადურაშვილმა იქ რაზე უნდა ილაპარაკოს. იყო მაგათი, იყო მიშას ნავში და წავიდა ბოლოს, იმიტომ რომ როგორც კი უთხრეს იქიდან რომ აბა ჩქარა, წამოდი ახლა აქედან. დროა უკვე. და გადახტა ეხლა აგირავ ის ხაზარაძე რო არის იმედზე კიდე დილის სამყვანი. იმისმა შვილმა არ აგინავ თელ საქართველოს კაცო. ხო, ნუ ახლა მე მინდა მადლობა რატო? გასაგებია მე მინდა მადლობა გადავხედო მაპატიეთ ქალბატონ ნინო ნადირაძეს. იმ ღირსეული პოზიციისთვის რაც მან ესე იგი გამოხატა კახა კალაძის მერად წარდგენის დღეს. როცა ეს TV პირველის ეს 100-ნეთა ჟურნალისტები რომ მიუვარდნენ და გასცა მაგათ საკადრისი პასუხი. ეს იყო ქართველი ქალის ღირსეული ქართველი ქალის პასუხი. და მადლობა მინდა გამოუცხადო მას აი ამ პოზიციისთვის, ამ ეროვნული სხვათაშორის წარმოშობით ეგეც ვანელია. მოკლედ რაც მაგრები ვართ, ვანელები ვართ. ხო და ძალიან ეროვნული პოზიცია გამოხატა და ძალიან ღირსეული პასუხი. ისე ეხა ბატონო დიტო თქვენ მართლა შეიძლება იუკადრისოთ, მაგრამ მინდა ამ ხელისუფლებას მივმართო. ბიჭო, აგერ არის ეს ვანელი არის ბატონი დიტო ჩუბილიძე. ეხა გამგებელზე რო ლაპარაკობს რამდენი ხანი არის? არა, რა შენჩევ ნიგა, გეხვეწები რა, ეგ თემა არ მინდა რა, გეხვეწები. მე ვარ პროფესორი, მე მაქვს ჩემი საქმე. ხო და გზამშვიდობისა ყველას. არა, მე ვიცი თქვენი პოზიცია, მაგრამ არა, მე გავიგე, ვაში არ არის, არა, გასაგებია. კი ბატონო, მაგ თემას მე არ განვასწრებ. არა, ვაში არ არის, არა, ვაში ღირსეული ადამიანები არ არის, რომ ვინმე წესიერი ღირსეული ხალხი არის, ძალიან ღირსეული ხალხია, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ძალიან ვანელებზე ძალიან ბევრი ანეკდოტებია, მაგრამ ქლათეგრი არ არის საქმე, ძალიან ღირსეული ხალხია და ანეკდოტური პერსონაჟები ყავთ დღეს იქ დანიშნული, სამარცხვინოები რა. და ძალიან ღირსეული ხალხი გაწეულია გვერდზე, ვინც თავი შეაკლა. ისულიკო ასათიანი, მაშინ რომ მოკლეს 21 წლის 2011 წლის 26 მაისს და მერე ოლეგ ჟვანიას მაღაზიის სახურავზე შემოდის თავისუფლების მოედანზე, ვანის რაიონიდან იყო სოფელ ციხესულორიდან. ღირსეულ ხალხს ჩამოგიტყვით მე ვანში თქვენ ძალიან აქტიურ პოლიტიკ დავით ლორთქიფანიძე ჩემი მეგობარი და ძალიან ბევრია ეგეთი. ბევრია, მაგრამ აი ეს ხალხს, ამ ხალხს უნდა გამოჩენა. სამწუხაროდ ეს ხალხი გაწეულია გვერდზე, ვინც მართლა 2022 წლის 1 ოქტომბერი მოიყვანა, გაწეულია გვერდზე და მოიყვანეს ნაციონალები, ნაციონალები დასვეს იქ და მოკლედ ჩამოკიდეს ტემბლაკები გულზე რა.
აი ეგ არის მთელი უბედურება და რაც შეეხება მე ეგ გამორიცხულია ეგ არანაირი სურვილი არ მაქვს მე მაქვს ჩემი საქმე მე ვარ ასოცირებული პროფესორი და მაქვს ჩემი უნივერსიტეტი ვეწევი აქტიურ ჟურნალისტურ პუბლიცისტს არა მე სპეციალურად თქვი ბატონო დიტო მე იმიტომ მაინც თქვი ვინმეს რაიმე არ ეგონებს კატეგორიულად მაგიტო ზუსტად მაგიტო თქვი ეგა მაგიტო თქვი რომ რომ აი ეს პოზიციას გამოხატავს რომ ხალხმა არ იფიქროს რომ ამ კაცს აქვს პრეტენზია ამ კაცს არავითარი პრეტენზია არ მაქვს არავითარი პრეტენზია რომ პრეტენზია აქვს და მეც მაქვს პრეტენზია მე სულ არა ვარ ვანელი მაგრამ გული შეფტკივა კაცო ვანზეც შეფტკივა გული ზუგდიდზე წალენჯი ხასე და იმაზე რა ქვია გორზეც რა შუაშია აზრ ზოგს გორია წარმოდგენა აქვს რომ ამდაბაიც იმ კუთხის მე მაინც ვერ მიგუებენ ვანელები გაურკვევლობაში მოყოლილი ვანელი ვარ საზანველი ჩუბინიძე ვარ ზესტაფონის რაიონიდან ასე რომ ვანელებისთვის დამითმია ეს რაიონი ოღონდ ღირსეული ვანელებისთვის გასაგები კარგით ამით დაგემშვიდობებით მე წარმატებებს გისურვებ და იმედია რომ რაღაც სიტუაცია შეიძლება მაგმებართულებს კარგად ვზარდებოდეთ წარმატებებს გისურვებ ბედნიერად კარგად მარი იყო ბატონი დიტო ჩუბინიძე ახლა მეგობრებო გავრცელდა ინფორმაცია მედიაში აი ამ ამაღლობელთან დაკავშირებით კარგად მოგეხსენებათ ბათუმელების რედაქტორს მზია ამაღლობელს 2 წლის თავისუფლების დაკვრეთა შეუფარდა სასამართლომ და საქართველოში აკრედიტებული 24 ქვეყნის საელჩო ესე იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს მზია ამაღლობელისა, რითაც უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, ეს ქვეყნებია ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ევროკავშირი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდიის საელჩო, იტალიის, ლატვიის, ლიტვას, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის საელჩოები ითხოვენ მზია ამაღლობელის განთავისუფლებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის, სასამართლოს ყველა კანონის უხეშად ფეხქვეშ გათევა. ესე იგი, თქვენ დალოცულებო განაჩენს მაინც დალოდებოდით, იქნება რა წერია იმ განაჩენში. ეს არის, არ ვიცი, აი არ ექცევიან ასე იმ კოლონიზატორები არ ექცევიან, კოლონიებს არ ექცევიან, ესე იგი, ემიჯდებიან გადაწყვეტილებას, ითხოვენ განთავისუფლებას და არც გაცნობიან განაჩენს. იქნება განაჩენში წერია ის და ვიცი რომ წერია დასაბუთებულია ეს ყველაფერი. არ აინტერესებს ამას, არც სასამართლო, არც პროკურატურა. ეს არის პირდაპირ უკვე სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება. მე არ ვიცი, შემდეგი ნაბიჯი ალბათ უკვე ეს უკვე აშკარად იკვეთება, რომ აი ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ეხა ესეთი შეურაცხყოფელი განცხადება, ეს საერთო განცხადება ისმის და ეხა ჩვენი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში ეს არის ბოდიში და უკვე ღირსების შემლახველი რომ ეხა მზია ამაღლობელი გაანთავისუფლებული იქნას, ანუ ეს ვერ მოხდება და აქედან გამომდინარე ესენი მიიღებენ გადაწყვეტილებას უვიზო მომოსვლის შეჩერებაზე, მით უმეტეს პოლონეთმა ამაზე დაიწყო ლაპარაკი უკვე, ასევე დაიწყო ამის შესახებ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ღირსება აყრილი, სახეშეცვლილი ევროპის მხრიდან. როგორ შეიძლება რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ქვეყანა იქნას დაჟილი. მაინტერესებს ერთი თავიანთ ქვეყანაში, რომ ვინმე პოლიციას ესე სილა გააწვას, ისინი რას იზამენ, აპატიებენ ადამიანს და გვირგვინს დაადგამენ თავზე. არ ვიცი, გაუგონარი რაღაცა ხდება და ამის შემდგომ ვინც კი აი ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს და დასავლეთი და ღირსება და დასავლეთისკენ ღირსებით უნდა წავიდეთო, არ ვიცი, ამაზე საერთოდ უკვე რაღა უნდა ილაპარაკო, მეგობრებო. ეხლა გაკეთდა ასევე პროკურატურის მხრიდან განცხადება ახობადის საქმესთან დაკავშირებით და ითქვა, რომ ყველა მტკიცებულება იყო შეკრებილიო და ანუ გაუგებარია რატომ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომ. ჩვენ გახსოვთ გადაცემაში, როდესაც საუბრობდით მე და ბატონი დიტო, იქ თქვი, რომ თუ კი არ იყო მტკიცებულებები, რატო იქდა პასუხისმგებაში მიცემული. ანუ თუ კი მართლა მტკიცებულებები იყო ყველაფერი და სასამართლომ ესე იგი არ გაიზიარა ეს ყველაფერი, მაშინ გამოდის, რომ ვეღარ გაუძლო იმ მოსამართლემ წნეხს
ნუ მოთხოვთ გმირობას იმ ადამიანებს, რომლებიც აი ამ დიდი წნეხის ქვეშ არის. ხედავთ, რომ მოსამართლეებს სახლებში უვარდებიან, მოსამართლეების ეწოლა ხდება, ამიტომ აი ესეთი გადაწყვეტილებები არის გარკვეულწილად ამისი წინაპირობა, იმიტომ რომ ეშინია ყველა ადამიანი, არავის არ უნდა რომ რაღაცა მოხდეს სანქციების ქვეშ. ეგ სანქცირება იმას არნიშნავს მარტო რომ ადამიანი საგულაოდ დადის ევროპაში. ევროპა არის აგრეთვე ის რომ სამკურნალო ვიზით დადის ხალხი და რაღაცა მკურნალობს და ამიტომ ჩვენ უკვე ვართ საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ. ჩვენ უკვე გვემუქრება დასავლეთი, აშკარად ეს არის სახელმწიფო გადატრიალებისკენ უკვე აი ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ერთ-ერთი, ესე იგი, შენ გეუნებიან, რომ პოლიცია ჩამოშალეთო, პოლიციაზე მოძალადეები გმირებად შერაცხეთო და აი ამას გვეუნება, აგერ კიდევ ერთხელ ვნება, ავსტრიის საელჩო, ბელგიის საელჩო, კანადის საელჩო, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აი კიდე წავიკითხე ეს რომ ფაქტობრივად მთელი ევროკავშირი რა. ევროკავშირის მთელი შემადგენლობა, ესე იგი ეს ქვეყნები ითხოვენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას საქართველოსგან, რომელიც ვერ მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ კანონი, ესე იგი შევიდა გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა ხა სააპელაციო სასამართლოში ხდება ამაზე მსჯელო და გვეუბნებიან რომ პოლიციის ესე იგი სტილის გამწველი ადამიანი გმირად გამოაცხადეთ. არ ვიცი, კატასტროფული სიტუაცია. ჩვენი ხელისუფლებას ნამდვილად ძიმე პერიოდი უდგას. იმიტომ რომ ეს ეხლა რა სიტუაციაში ჩვენ ვიმყოფებით, როდესაც მთელი დასავლეთი შენ უკვე გიპირისპირდება, აქედან გამოსავალი არის ის, რომ რაზაც ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობდით. რომ დავიწყოთ ჩვენ მოლაპარაკებები და ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც ასეთ ულტიმატუმებს არაყენებენ და ევროპა არ არის მთელი მსოფლიო. ევროპა არ არის მთელი ცივილიზაცია. მთელი მსოფლიო არ არის ევროპა. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ეკონომიკური კეთილდღეობას ვივახციოთ რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობა. ევროპის მიერ არის სანქცირებული ბელორუსი და ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროპაში. დღეს ყველა ქარხნები გუგუნებს 30-40,000-იანი საწარმოებია იქ შექმნილი. ამიტომ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მე ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ ჩვენ უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საგარეო კურსი ხელისუფლებისა უნდა იყოს შეცვლილი. კარგად იყავით, შევხვდებით ყოველ ერთმანეთს საღამოს 23-ს. დღიანი ვადის ამოწურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით და ახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა. თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, ოფიციალური ვაშინგტონი უმკაცრესი სანქციებით იმუქრება. მანამდე მოსკოვში შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ელოდებიან. სავარაუდოდ სწორედ სტივ ვიტკოფის ვიზიტის შემდეგ გაირკვევა თუ როგორი იქნება ოფიციალური ვაშინგტონის საბოლოო პოზიცია. თავარი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინის პოზიცია. ჩვენ ქვეყანაში საგარეო პოლიტიკას აყალიბებს სახელმწიფოს მეთაური.